გადავიდეთ პარამეტრების გვერდზე. პარამეტრების ღილაკზე დაჭერის შემდგომ მომხმარებელი ხედავს პირადი ანგარიშის გვერდს, რომელზედაც შესვლის შემდგომ მას შეუძლია დაედიტოს და დაარედაქტიროს პირადი ინფორმაცია, როგორც არის სახელი და გვარი, ასევე შეუძლია შეცვალოს პლატფორმის ენა და მანუალურად შეცვალოს სტატუსი ონლაინიდან ოფლაინზე და პირიქით. ასევე მომხმარებელს შეუძლია პაროლის შეცვლა. პაროლის შეცვლის გვერდზე უბრალოდ პირველ ველში შეიყვანს ძველ პაროლს, ანუ ამჟამინდელ პაროლს, მეორე ველში დააყენებს ახალ პაროლს და დააჭერს შენახვის ღილაკს. გადავიდეთ აგენტების გვერდზე. აგენტის მოწვევა ხდება ელპოსტის საშუალებით. ჩვენ onboarding-ზე ერთი აგენტი უკვე მოვიწვიათ, რომელსაც არავერიფიცირებული სტატუსი აქვს ჯერჯერობით და ასევე აგენტის დამატება ხდება დაამატე აგენტის ღილაკზე დაჭერის შემდგომაც. ამ ველში შეიყვანს ელპოსტის აგენტისას, აირჩევს როლს და დააჭერს შექმნის ღილაკს. მოწვევის გაგზავნის შემდეგ აგენტი იღებს ელპოსტით მოწვევას და რეგისტრაციის flow-ს გავლით ვერიფიცირდება. ჩვენ რადგან onboarding-ზე უკვე მოვიწვიეთ აგენტი, გადავიდეთ ამ პირადი აგენტის ელპოსტაზე. ელპოსტა უკვე გამოგზავნილია, დავაჭეროთ verify email ღილაკს. დავაყენოთ აგენტის სახელი. დავაყენოთ ენა ქართულზე, დავაყენოთ ასევე პაროლი. მოვნიშნოთ წესებისა და პირობების checkbox-ი და დავაჭეროთ sign up ღილაკს. აგენტის user-ი შეიქმნა, ახლა უბრალოდ უნდა გავიაროთ ავტორიზაცია.